ახალი ბრაულერი გვაჩვენეს სახელად გვაჩვენეს კი არა გვაჩვეს ახალი ბრაულერი წარმოიდგინეთ ფასოდ Buzz Lightyear-ი აი გავხსნი მე თქვენთან ერთად ამ ბრაულერს ძალიან მაგარი ბრაულერია Buzz Lightyear-თან 3 მოუდი აქვს როგორც ვიცით მეგობრებო 3 მოუდი თან გუშინ თუ ნახეთ ჩემი ატვირთული short ვიდეო იქაც მქონდა მე მითითებული და გენახეთ რაღაც ბაგი იყო quest-ს ვაჭერდი გამოჩნდებოდა ეს ბრაულერი Buzz Lightyear-ი როგორც ვიცით დღეიდან დაიწყო მისი აქტივობის until February 4th. ანუ 4 თებერვლამდე იქნება ეს ბრაულერი და 4 თებერვლის შემდეგ გაქრება. ამიტომ სანამ ამდენი დრო გვაქვს იჩქარეთ, რადგან აი დააკვირდით როგორც ხედავთ. აი ამ თასების მომატება, აი ეს 1000-ზე უნდა სულიყავით ბრაულერები და მოგვემატა ბოქსებისთვის. ახლა რაც თავიდან სულ 3000 რომ მოიმატო, ეს ჩაითვლება და აი აქ მოემატება ის თასები. ამიტომ ეს არის ყველაზე მაგარი. მოდი სამივე მოუდს ვცდით, დავიწყოთ პირველი მოუდით და რადგან ახალი ასევე მეგაფიკის ნაცვლად ეს ნაძვისხე გამოვიდა და სამდიკე წყვეტ გვაძლევენ, მოდი ეს ვითამაშოთ, ხო? მაშინ წავედით. თან ისიც არის ძალიან კარგი, რომ Hyper Charge-ით მოგცეს ეს ბრაულერი. და გავტესტოთ ჩვენი Buzz Lightyear-ი. თან Unlimited Hyper Charge-ი, Unlimited Gadget-ი არის უბრალოდ და ეს არის ძალიან მაგრობა რაღაცა. ანუ ასეთ ბრაულერი, აი როგორც მაგალითად ედგარი რო გვაჩუქეს 2020-ში, 2023-ში რო გვაჩუქეს მიკო, იმდენად მიკო და ედგარი ძლიერი არ არის და უფრო სახალისო ვიდრე დღევანდელი სეზონი, ახალი ბრაულერი და მოკლედ ამ ძალიან გვარჩობენ რა ძალიან. გვანებიურებს ბრაულსასი. საჩუქრებით და თავიანთი ყველაფრით. ნახე დააკვირდით ქროუსავით და ბაირონისავით, ან რო წვავს, ან რო შხამავს ისეთ ბრაულერები ხომ იცით? ნახეთ, მათსავით უტოვებს შხამს. აი ნახეთ ახლა აში მოკვდება. აკე? მოკვდა. თუ არა? არა? ნახეთ ახლა. ნახეთ რა მაგარი სუპერი მქონდა? აი ძალიან მაგარი, ძალიან მაგარი ბრაულერი არის. ანუ მოდი შევაფასოთ ამ პირველი მოუდი. ეს პირველი მოუდი იმდენად არ მომწონს, რადგან არ არის მოსახერხებელი. აი ახლა აში სუპერიო გამოკიდებება ბევრი, ახლა იმდენად ვერ მოერევი. ხო და ამიტომ ცუდი არის რა. იმედია ეს ჩვენი საჩუქარი უკან დაბრუნდება? კი, დაბრუნდა. ეს წასე. გავიმართოთ. პირველი ძალა იმდენად არ მომეწონა 10-დან 6 დავწერდი, იმდენად არ მომწონს. ძალიან ახლა დიდად გასახარებელი არ არის. მოდი ახლა წავიდეთ საბერ მოუდით. მაშინ მივიდივართ საბერ მოუდით. თან მაპიც შეცვლილია. არ ვიცი ეს სუჯი გამახსენდა რომ ჩემიანი მაიღო სუჯი მე არ მომცა სკენი და იქნება ალბათ მე სუჯი ვამყავს მაგიტო არ ვიცი ზუსტად. დავაწერეთ კომენტარებში თუ სუჯი ყავთ და თუ მოგცათ დაწერეთ. შეიძლება ვისაც არ ყავს სუჯი იმას არ მისცა. კიდევ ერთხელ დავულებოთ ეთყობა დადეთ ჩემენმა. ხო არა იყო ეთყობა ჩემთან, იმიტომ რომ არ მყავს სუჯი, ან რა ვიცი. შეიძლება მოგვიანებით გამოდის სუჯის სკინი, შეიძლება.
სხვათა შორის არ დავიწყდეთ ორ არხს გეტყვით და გამოიწერეთ PMG-ნიკა და Epic Gamer-ი. აუცილებლად გამოიწერეთ, ძალიან კარგი იუთუბერები არიან და ძალიან კარგ ვიდეოებს დებენ. როგორც ვთქვით, აქ უნდა ავაგროვოთ, რაც შეიძლება ბევრი საჩუქარი. საბერ მოუდი ძალიან მომწონს, ძალიან კარგია. აი ბიბისავით იქნებს, ნახეთ? ბიბისავით. ძალიან კარგია. ამას 10-დანაც დავუწერ უეჭველი. იმიტომ ძალიან კარგია, ნახეთ. ნახეთ რა კარგია. ეხლა ნახეთ, აბა სუპერი. ძალიან მაგარია. ძალიან. თან სუპერიც ზემოდან გადააფრინდება, ანუ ძალიან მაგარია, კარგი არის ეს. საბერ მოუდი პირველ მოუდთან შედარებით კარგი არის. ლაზერ მოუდი მე მგონი ეს არის. აცხრით 8 უნდა მოვკოჩოთ. ნამდვილად. აი საიდან ცოტა ხა კოტმა ზუსტად მანდა მოვიდოდი. დეშ. თან unlimited ბაჯეტი, როცა გვინდა გამოვიყენებთ. ეს ძალიან მაგდობა რაღაცა. ვაიმე, უნდა დავეწიოთ აშკარად. 13 გვაქვს, 15 გვაქვს. ნაშასე. 16, 18, ეს 19 და ეს მე-20 ედგარმა უნდა აიღოთ. მიდი, აი ესე. ეგ არის. ეს ხელთ მოვიგეთ. მაშასე, super mode ძალიან კარგი არის ამ შემთხვევაში. ეხლა ჩვენ შეგვიძლია და მესამე mode-ით ესე იგი laser mode ვცადეთ, super mode ვცადეთ, დაგვრჩა wing mode. აი ეს. ვცადეთ wing mode და შევაფასოთ როგორია. ჯობნის თუ არა super mode. ეს პირი დორს ეტყობა წინანდელიდან წამოიღეს აი Angelic და Demonic სადობები გასვათ. აი მაგდან. გადაწყვიტე შემომენახა ეს ბლაულერი და თქვენთან ერთად გამეხსნა რა უფრო კარგი იყო. ასევე სკინების გამოვიდა, ხომ იცით 29 ჯემებით იყიდება, მაგრამ ეფექტები სხვათა შორის კარგი აქვს ზოგიერთ მათგანს. აი, თითქმის ყველას ბაზლაითები ყავს აღებული, როგორც ყოველთვის. თუ რამე უფასო სკინი ან ბლაულერი გვაჩუქეს, ყველა იმას იღებს, რა თქმა უნდა. ეს ყოველთვის ასეა. ესე იგი, wing mode კარგია. სუპერიც აბა ვნახოთ. მაშასე, აბა. კარგია, თან ნახეთ წვავს ესეც მე მგონი ხო სუპერი თუ აშეშებს, აბა კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ. ცოტა სწრაფად მივიდეთ დეშით. ხომ, და მაშასე. რეინჯი ბათალია ცოტა აქვს, მაგრამ სამაგიეროდ სწრაფი ბრაულერია თვითონ ეს ბაზლაითერი. და ეგ არის ესეთი მისი პლუსი wing mode-ში. აი ახლა დავახდეთ. აწოვს. მაგრამ ოდნავ ცოტა ხნით გააშეშეთ შემთხვევაში. wing mode-იც კარგია. თლიანობაში პირველ ადგილზე super mode-ს დავაყენებდი. მეორე ადგილზე wing mode-ს, მესამეზე კიდე laser mode-ს, რადგან ასე უფრო მომწონს. თქვენ არ ვიცი გახსენით თუ არა, მაგრამ აი Supercell-ში როგორც შევდიოდი, აი აქ შევედი, აი ეს რაღაც მიჩვენა. შევდივართ აქ, შემდეგ როგორც ხედავთ ჩამოდივართ დაბლა და აი ხდება ის სკინები, რომელთაც დიდი ხნის წინ დაგვპიძნენ, აი ეს ორი სკინი, რომ გამოვიდოდა. მაგრამ მათ გამოვიდა. ხო და ახლა შეგვიძლია ამის აღება 15000 ასეთი პოინტი არის.
PTS, ესე ქვია, PTS. ხო, ისე წითელი გიჩენიათ თუ ლურჯი, მე მგონი უფრო წითელის ჯობია, მე ასე ვფიქრობ. აი აქ როგორც ხედავთ არის ეს კეპის გათამაშება და აი აქ მე რადგან 1000 პოინტი უფასოდ მოგცა, აქ შეგვიძლია რაღაცებს ყიდო, მაგრამ მე არაფერს არ ვიყიდი, რომ უნდა ავაგრო იმ ფრენკის სკინისთვის ზევით რომ იყო. აი აქ გვხდება მისიები, სადაც პოინტებს ვიღებთ. ესე იგი, უნდა 15 დღის მანძილზე ყოველდღე შევიდეთ Brawl Stars-ში. მეორე მისია, როგორც ხედავთ, მე შესული მაქვს 25 ხელის მოგება და მესამე არის, რომ Brawl Pass-ის ბოლოში გასვლა, ქვედათ აი ეს სადაც ხართ. ნუ თუ ზემოთაც აი ესაც იყიდით, ხო, ეგეც შეიძლება. როგორც ხედავთ, ეს გავიგეთ რა და არის რაღაცა საჩუქრები და თუ ეხა მაგალითად მანდ მინიმუმ 5 ჩვეულებრივ სტადიებში ნაცვლად ლეგენდარის სტადიები ყოფილიყო, მაგას ვიყიდიდი, რადგან უფრო შანსი იყო კაი რაღაცების დაგდების. თუმცა ამ ბოლო დროს ბლაულერები ძალიან ბევრი დავაგდე, მაგალითად როგორც არის კოდრელიუსი, ანუ ბოლო დროის გადაგდებულები, კოდრელიუსი, მიკო, ივი, მისტერ პი, პერლი, სემი. აი ეს ბლაულერები და ბოც, სხვათა შორის ძალიან სასაცილო, მაგრამ ბოს არ ვიღებდი კრედიტებად, რატომღაც არ მინდოდა. და არ ვიღებდი, მოკლედ. და ეს ბლაულერები არის დაგდებული. როგორც ხედავთ, ერთი მოგებაც გვინდა კლავინსი, რათა შეივსოს ეს. დანარჩენი ტიკეტები, აი, ხვალ 15 საათსა და 35 წუთებში იქნება და ისე ვნახავთ. და ეს პრეზენტები ნახეთ, იქნება. ახალ ტიკეტს მიიღებთ ყოველდღე ფრის. როდესაც მე გადის თამაშს მოიგებთ, ესე იგი მოიგებთ, მოგცემენ საჩუქრებს თქვენი კლუბისთვის და გახსნით ამ საჩუქრებს ამ ევენთის დასასრულს. ანუ, უნდა დააგროვოთ, რაც შეიძლება ბევრი მოგება, როგორც ვიცი და ბოლოს გვაძლევს. ნახოთ, იმედია ჩემიანები გავსებენ ახლა, აბა ვნახოთ, ესე იგი მე ვარ მეორე გილზე, რადგან ჩემამდე ყובה 3 ხელი ვიღაცა მოიგო. ხო, და აი ზოგს აი 2 ტიკეტი აქვს ამას მაგალითად, კიდე ამას 2 ტიკეტი დანარჩენებსაც სათამაშები აქვს, დღესაში მოსვლა. ხო და ერთხელსაც მოიგებენ და ალბათ ასე იქნება. ასევე თუ იცით TikTok-ში ნახეთ, ჩაწერეთ Brawl Stars QR codes და იგდებს QR codes დასკანერეთ და სკანერიდან, აი სკრინშოტი გადავიღეთ იმ QR codes და დასკანერეთ. აი მაგალითად აქედან ჩემი ტელეფონში ასე აჩვენებს. დააკავშირებთ მასზე. და მიიღებთ სხვადასხვა მაგალითად პინებს და ან აიკონებს, მაგალითად აი სპაიკის აიკონი 1 წუთით. აი სპაიკის აიკონი მაგალითად დავაგდე მასზე. მოკლედ მთლიანობაში საბოლოოდ რო ვთქვათ, ეს ბლაულერი კარგია. ეს ბლაულერი კარგია. ყველაფერში მე მომწონს ძალიან. და ნუ არაფერი ისეთი არ მაქვს, ერთადერთი აი ამ ცოტა უჩივი ლაზერ მოუც იმდანაც რომ არ მომწონს. თუმცა რა ნიშნულობა აქვს, არა უშავ. ამ თასებსაც ნელ-ნელა მოვუმატებთ და 1000-ზე იმედია რომ ავიყვან, ნუ იქნება იმედი არ გამიჭირდება და 10 უნდა გამიჭირდეს, რადგან დააჩებაულეთება შედარებით ძლიერი არის, მოკლედ. დღევანდელი ვიდეო დასასრულს მივახლო და მინდა რომ დაგემშვიდობოთ მეგობრებო. ძალიან მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, პმგ-ნიკას არხი და Epic Gamer-ის არხი. და ადრე გავიწყეთ დააჭირეთ ზარის ღილაკს.
და როგორც წინა ბლოგს ვიდეოში, ცოტა აქტივობა გავზარდოთ. აქტივობას მოვითხოვ. და რაც შეიძლება მეტი გამომწერი. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.